27 ოქტომბრის საღამოს პროტესტის 334 დღეს პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი კვლავ დააკავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თავისუფლების მოედნის მიმდებარედ პოლიციელებმა ილია ბურდული აიყვანეს. ის აქციიდან მეგობართან ერთად ბრუნდებოდა, რა დროსაც ორივე მათგანი პოლიციამ იდენტიფიცირების მიზნით გააჩერა და გაჩხრიკა. ამის შემდეგ პოლიციამ ილია ბურდული ახსნა განმარტების გარეშე დააკავა. აქციის მონაწილეებს თან პირბადე არ ჰქონიათ. პირადობა, ტელეფონი, გუშინ საღამოს დააკავეს აქტივისტები გიორგი მუმლაძე და კობა აბშილავაც. იურისტმა გიორგი ტაბადაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი მუმლაძე 4 პოლიციელმა მის თვალწინ აიყვანა. მისივე ცნობით პოლიციამ კობა აბშილავა თბილისი მერიოტის მიმდებარედ დააკავა. როგორც იურისტი ამბობს, პოლიციამ აქტივისტების დაკავებისას თქვა, რომ ისინი უბრალოდ გადაჰყავდათ, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ. გარდა დაკავებებისა, პოლიციელებმა მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან პირბადის გამო მოქალაქე მიშა ზაქარეიშვილი კიდევ ერთხელ გააჩერეს და გაჩხრიკეს. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის მონაწილეთა დაკავება ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე 19 ოქტომბრიდან დაიწყო. სახის დაფარვისა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 90-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე გამოსვლას და გზის გადაკეტვას განაგრძობენ.